მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედი თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება ბნელ სხვენში დამალული შიშები. გავშალოთ იმ ადამიანზე, ვიზეც გაინტერესებთ ძალიან ღრმა, ძალიან დამალულად ქვეცნობიერში რა აქვს დამალული, რა არის დამალული ბნელ სხვენში. ესეთი ადგილი ყველა ადამიანს აქვს, ძალიან საგულდაგულოდ მალავს ადგილს და მით უმეტეს იმას, რაც იმ ბნელ სხვენში იმალება. ამიტომ განეწყვეთ ახლა გაშლისთვის. შეგიძლიათ საკუთარ თავზეც უსმინოთ ამ გაშლას და ასევე შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, ჩაიფიქროთ პარტნიორი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი და ვნახოთ რა არის დამალული აქ. გაშლაში გვექნება სამი ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთს. პირველი ვარიანტი იყოს ფირუზი, მეორე ვარიანტი იყოს მთისბროლი და მესამე ვარიანტი მოდით იყოს ეს პირიტის ქვა. აირჩიეთ ერთ-ერთი და ნახოთ რა არის დამალული იმ ადამიანის თავში, ბნელ სხვენში, რომელსაც თქვენ ჩაიფიქრებთ. მაშინ პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ფირუზი. და ნახოთ რა არის დამალული აქ. წარსულის შიშები, რომელიც დაკავშირებულია მის ოჯახთან, რომელიც დაკავშირებულია პირადთან. შიშები თავის უმოქმედობასთან, ის უფლობები, რომელიც მის თავში არის, ის შიშები, ის ნერვიულობა, რომელიც მას აქვს დამალული, არ გამოაქვს გარეთ. არის წარსულის რაღაცა პრობლემები, რომელიც მოდის, თუ თქვენ მისი ოჯახის წევრი ხართ, მაშინ თქვენთან ერთად ერთდროულად არის ეს, ერთად გამოიარეთ ეს გარკვეული პრობლემები და მას აქვს შიში, აი ამ წარსულის, იმისი რაც იმალება, რისი დამალვაც მას ძალიან უნდა და ვერ ვიტყვი, რომ მაინც ეს არის დამალული ქვეცნობიერში. თავის დროზე ეს ყველაფერი შეიძლება გააზრებულიც იყო, ხო, რომ აი არ ამოტივტივდეს რაღაცა დავმალო, დავფარო. შიში შეიძლება იმიტომ აქვს, რომ ამ ადამიანს შიში აქვს, თუ ეს ქალი თქვენ ხართ, მაშინ თქვენი დაკარგვის, ხო? იმიტომ რომ აქ არის დაკავშირებული შიში ოჯახის დაკარგვასთან, შიში აი ქალის დაკარგვასთან, რომელიც მასთან არის. აქ არის კიდევ რაღაცა მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემა. ხო, ვერ მოძრაობს ეს ადამიანი. ეხლა ნახეთ, ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ მას აქვს პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. შეიძლება ესეც იყოს. და აი თითქოს ღამის შიში აქვს ამ ადამიანს, სიბნელი შიში, ღამის შიში, ძილის. რატომ? იმიტომ კი არა რომ ხა ეშინია რომ კარადიდან რაღაცა გამოხდება, არამედ იმიტომ რომ ამ ადამიანს შიში აქვს თავის თავთან მარტო დარჩენის, ხო? ღამე ვიცით ხო ყველაზე რთული პერიოდია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან ერთად მარტო რჩება ხოლმე, 1000 სისულელე და არასისულელეც მოსდის ხოლმე ადამიანს თავში. მოკლედ, ამ ადამიანს, რომელიც ჩვენ ახლა განვიხილავთ პირველ ვარიანტში, ნამდვილად ძალიან ბევრი შიში აქვს. ეს შიში დაკავშირებული არის ოჯახთან, ქალთან დაკავშირებით, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა, არა, ისევ და ისევ უმოქმედობასთან. მას საშინლად ეშინია მოქმედებისაც და უმოქმედობისაც, მას ცვლილებების ეშინია, როგორც დადებით, ძერც როგორი რაღაცა უნდა ამ ადამიანს. ამ ადამიანს უნდა რომ არაფერი არ ხდებოდეს საერთოდ მის ცხოვრებაში და აი გაიყინოს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცები გამოსასწორებელია, შეიძლება რაღაცების შეცვლაც შესაძლებელია, ნებისმიერი ცვლილების შიში აქვს ამ ადამიანს. მას უნდა რომ იყოს გამოკეტილი თავის ნაოჭში, მას უნდა რომ მას არავინ არ შეეხოს და განსაკუთრებით არ შეეხონ მის წარსულს.
მის წარსულს. რატომ არის ესეთი მდგომარეობა აქ? პირველი ვარიანტი. რატომ არის ესეთი მდგომარეობა აქ? ისევ და ისევ ქალი. ქალთან ეშინია ხალხო. ქალთან ურთიერთობის ცვლილების ეშინია. შეიძლება ამოტივტივდეს ისეთი რაღაცა, რაც დაანგრევს, ან ავნებს, არ ვიცი, ქალთან ურთიერთობას, ხომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ქალი შეიძლება თქვენც იყოთ. თუ ეს მამაკაცი, რომელიც თქვენ ჩაიფიქეთ, თქვენი ოჯახის წევრია, მაშინ აქ თქვენზე არის საუბარი. ამ ადამიანს ეშინია, რომ რაღაცა ამოტივტივდეს ისეთი, გაიგოთ სიმართლე და მერე თქვენთან ამით ურთიერთობა ძალიან გაფუჭდეს. რეალურად ამ ადამიანს თქვენი დაკარგვის ეშინია და კიდევ უფრო ღრმად მინდა რომ შევხედოთ. ქალის დაკარგვის ეშინია ამ ადამიანს, წარსულის ამოტივტივების და ქალის დაკარგვის ეშინია ამ ადამიანს. მიზეზი კიდევ ერთხელ. არა, ამ ადამიანს ნამდვილად უნდა რომ არაფერი, საერთოდ არაფერი არ უნდა რომ ხდებოდეს, სრული უმოძრაობა უნდა რომ იყოს და უნდა რომ არაფერი არ ხდებოდეს. და ისე ოსტატურად ნიღბავს ყველაფერს. ძალიან ოსტატურად ნიღბავს სიმართლეს. ეს ადამიანი რაღაცას ძალიან მნიშვნელოვანს მალავს და ძალიან ოსტატურად ნიღბავს. იმ თავის მდგომარეობასაც, თავის შიშებსაც, ნერვიულობასაც, რომ ფაქტიურად ღამე მას ეშინია, ხო გეუბნებით, ღამე დაძინებისაც კი ეშინია. შეიძლება რამე галлюცინაციებიც აქვს, არ ვიცი, მოვანდებები, არ ვიცი, ხომ არ შეგიჩნევიათ, თქვათ, ღამე როგორი ძილი აქვს მას. ამაზე თუ მიგიქცევიათ ყურადღება, როგორი ძილი აქვს მას ღამეებში, ფოთო არის, რაღაცებს ხო არ ლაპარაკობს, ძალიან ბოდოებშია ეს ადამიანი. აქ მართლა შეშინებულია, მე მგონი ეს კაცი. კაცი არ ვიცი, შეიძლება რაღაცას ქალი ყავს ჩაფიქრებული, ხო, მაგრამ აქ შიშები ნამდვილად არის და აქ არის შიშები ქალის დაკარგვის, აქ არის შიშები სიმართლის გაგების, სიმართლის ამოტივტივების და ძალიან ეშინია, რომ იცით როგორ არის, როგორც ჭრილობაზე, ხო? ოღონდ არ შეეხო ჭრილობას, ოღონდ არაფერი აღარ გააღვივო, აღარ ააყროლო ეს სიტუაცია, რაც არის, ხო? და ესე კანალიზაცია გზევიდან ბეტონით ჩაბეტონებული და დამალული მას. აქ მართლაც ბევრი რაღაცა იმალება და ალბათ ეს პირველ ვარიანტზე შეიძლებოდა უფრო დეტალური გაშლის გაკეთება. შეიძლება მე ერთ ვარიანტზე გავაკეთო გაშლა. ნახოთ, მეორე ვარიანტზე გადავიდეთ. მეორე ვარიანტი არის, ესე იგი, ბროლის ქვაში არჩია და ვნახოთ ბნელ სხვენში დამალული შიშები, რისი შიშები არის. რისი შიშები არის მეორე ვარიანტში. ეს ადამიანი შეყვარებულია ყურებამდე. ეს ადამიანი შეყვარებულია ყურებამდე და მას ძალიან ეშინია, რომ შიშმა, გრძნობებმა, უпростоრად ამ გრძნობებმა მას არ დააკარგვინოს თავისი ძალაუფლება. ესე იგი, იცით როგორი ადამიანია, ეს მეორე ვარიანტში პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, უნდა იყოს ესეთი ძალებლური მეფე ადამიანი, ხო? ხასიათით იმპერატორი, ხო? როდესაც ყველაფერს თავად მართავს, როდესაც ყველაფრის უფროსი თვითონ არის, ასე ვთქვათ, ლიდერი, ხო? ურთიერთობაში, წამყვანი ფიგურა ურთიერთობაში, მაგრამ ეს ადამიანი, ამ ადამიანს ყველაზე მეტად თავისივე გრძნობების ეშინია. სიყვარულის ეშინია. აქვს მას გრძნობების სიყვარული, შეყვარებულია ეს ადამიანი და ძალიან ეშინია თავისი გრძნობების, იმიტომ რომ მას გონია, რომ აი ამ თავის ძალაუფლებას, ამ თავის დამოუკიდებლობას დამალავს ამით. და თქვენ თუ ელოდებით ამ ადამიანისგან, თუ ის ვარიანტი ხართ, რომ ელოდებით ამ ადამიანისგან გრძნობებში გამოტყდომას, თავის ემოციებზე ლაპარაკს, უბრალოდ ეშინია მას უნდა მიცეთ დრო, ან დაეხმაროთ, შეიძლება აქ სხვა რაღაცა ტრავმული მომენტებიც იყოს, ხო? რატომ აქვს ესეთი შიში? აბა ვნახოთ, რატომ აქვს ესეთი შიში.
თავისი გრძნობების ამ ადამიანს, ესე იგი სიყვარულის ეშინია რატომ აქვს ესეთი შიში? წარსულია კი ბატონო. სწორედაც რომ წარსულიდან წამოსული ტრავმებია, რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც მასში ეს თავისი, ესე იგი იძულებულია ეს თავისი ვნებები, ეს თავისი გრძნობები დამალოს ხოლმე, აღარ იყოს ისეთი ღია, იმიტომ რომ შეიძლება ორყოფილიც იყო, შეიძლება რაღაც ესეთი ტრავმული მომენტები გამოიარა ურთიერთობაში, შეიძლება თქვენთანაც ხო რაღაცა მოხდა ისეთი და თქვენთან ურთიერთობაში შეიძლება, კი, რომ რაღაცა მოხდა ისეთი და ეხლა ცეთი უჭირავს თავი, ხო? ვითომ ძალიან მაგარი ტიპი, ვითომ ძალიან ძლიერი, ხო, შინაგანათაც, გარეგნულათაც ძალიან ძლიერი, რეალურად ნუ აი დათუნია არის. დათუნია, რომელსაც შეუძლია რომ გახდეს სიყვარულის მონა, გრძნობების მონა. და აი ამ ადამიანთან არის საკუთარი სიყვარულის შიში. კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ, ხო? კიდევ უფრო ღრმად ჩავძრეთ და კიდევ უფრო თავისი გრძნობების ეშინია. ხედავთ თქვენ რა ხდება თურმე აქ თავისი სიყვარულის. მოკლედ თუ არ გიტყდებათ სიყვარულში ეს ადამიანი და არ საუბრობს თავის გრძნობებზე, ეს ადამიანი არის შეყვარებული. თქვენ უყვარხართ თუ სხვა უყვარს. ეხლა ეს ჩვენი გაშლის თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის თავის გრძნობებს აი თავგამოდებით იცავს, არა და დაფრინავს ისეთი. ისე არის გრძნობებში გადავარდნილი და აი ამას მალავს, მას შიში აქვს. შეიძლება უარყოფი შიში აქვს, შეიძლება მესამე პირიც არის აქ, არც ეს არ არის გამორიცხული, არ არის ეს ისევ კიდევ ვამბობ ჩვენი გაშლის თემა ამ წუთას, უბრალოდ ჩვენ ნახულობთ რისი შიში აქვს. მისი გრძნობების, მისი სიყვარულის და ემოციების გამომჟღავნების შიში აქვს. მიზეზი რამდენიმე ვთქვით ხომ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი შიშების და შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. მეორე ვარიანტიც ისეთია, როგორც პირველი ვარიანტი, რომ შეიძლება ხო აქ ცალკე კიდე ჩაშალო და მიყვე რატომ ემართება ადამიანს ესე, მაგრამ ჩვენი საჯარო გაშლის თემა, თან ექსპერტის გაშლის თემა არის მხოლოდ ეს. მისი შიშები და მისი შიშები არის მისი სიყვარული, ფეხთა სიყვარულის ეშინია მას. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, არაჩვეულებრივი პირი ტივინში არჩია და ვნახოთ რისი ეშინია მესამე ვარიანტს. რა აქვს დამალული ბნელ სხვენში, რისი შიშები აქვს დამალული ბნელ სხვენში. ამ ადამიანს რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. აჰა. აქვს კიდე ადამიანს ეშინია, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად შემოტრიალდეს, რომ კონფლიქტით დამთავრდება ყველაფერი. ჩხუბის და კონფლიქტის აყალმაყალის ეშინია ამ ადამიანს და ძალიან მძიმედ არის ყველაფერს თითქოს ცდილობს, რომ აი კონფლიქტიდან თავს დააღწიოს. რას ეხება ეს კონფლიქტი? ისევ და ისევ თავის თავს, თავის ქცევებს, ის რაც მართლაც დამალული აქვს. გვითხარი რას მალავ აქ გრძნობები. მესამე ვარიანტი, პირველ და მეორე ვარიანტს აუცილებლად მოусმინეთ თქვენ, აი თქვენ ნამდვილად მესამე ვარიანტებო უნდა მოусმინოთ პირველ და მეორე ვარიანტსაც. ძალიან ეშინია კონფლიქტური სიტუაციების ამ ადამიანს. ჩხუბის არ უნდა ჩხუბი და აყალმაყალი, არც რაღაცა მზადდება ეთყობა, ხო? შეიძლება თქვენ ხართ ესე ჩუმად ჩაჩუმებული და ეხლა მას გონია რომ აი რაღაც აფეთქება მოხდება და თქვენთან დაიწყება კონფლიქტი. ემოციებიც არის შიგნით, როგორ კლავს ემოციებს, როგორ მალავს, როგორ არ უნდა რომ წამოეგოს პროვოკაციებს თქვენი მხრიდან, პროვოკაციებს რა თქმა უნდა ბჭყალებში ვამბობ, იმიტომ რომ მას ეხა ყველაფერი პროვოკაციით ეჩვენება. რას გვიმალავ, რატო გინდა ესე? რას გვიმალავ? ой, ეს ადამიანი რა დღეშია კაცო. ამ ადამიანს რაღაცა ძალიან უჭირს ამ ადამიანს. ემოციურადაც ძალიან მძიმედ არის. პატარა გამოძრავებისაც, აი ხა იმიტომ თქვი რამ მოусმინეთ თქო წინა ვარიანტებსაც, პირველ და მეორე ვარიანტსაც, იმიტომ რომ აი პატარა გამოძრავებისაც ეშინია აქ, აი თითქოს იცით როგორ არის, აი
კანალიზაციის ლუქს რატო აღგადავეკიდე დღეს მე მგონი არასოდეს საჯარო გაშლაში მე ესეთ სიტყვები არ მხვერე რატომ ხდება რატომ მინდება მანდა მაინც აი ამ ბინძური სიტყვის გამოყენება დღეს არ ვიცი ну ვიღაცისთვის ეს მისახვედრი იქნება ასე თქვა ნამიოკი მინიშნება იქნება მას აი არ უნდა რომ გაიქექოს რა ეს ყველაფერი გითხარი რატომ ისევ და ისევ გრძნობების დაკარგვის, ისევ და ისევ ხარი მომავლის იმედი აქვს. არ უნდა რომ მომავლის იმედი დაკარგოს მან. რაღაცას მალავს, ძალიან გიმალავთ ეს ადამიანი და მას ძალიან ეშინია რომ გასკდეს ეს ყველაფერი და ამოტივტივდეს. აი პირველ ვარიანტში იყო მე მგონი რომ თქვენი დაკარგვის ხო ქალის დაკარგვის ეშინია ქალი აქ ადამიანის დაკარგვის ეშინია მას ძალიან და ეს გაქექვა მოძრაობა რომ მოხდება ხო ეს ხუფი თუ ვინმე მახადა ეს ხუფი თუ ვინმე მახადა ეს ხუფი თუ ვინმე მახადა მაშინ აქ წამოვა ძალიან ისეთი ბინძური სიმართლე რომელიც დაღუპავს მომავალს, რომელიც ძალიან დაამძიმებს, აი მოკლავს გრძნობებს, რომელიც მოკლავს ემოციებს. და საინტერესოა აქ. გითხარი შენი შიშების შესახებ. ეხლა მითხრა საინტერესო არის აი მესამე ვარიანტებში ვინ ხართ ისეთი ვისაც თქვენს პარტნიორს ვის პარტნიორსაც ცალკე ყავს შვილი ბავშვს მალავს თუ რას მალავს მალავს რაღაცა ურთიერთობას შეიძლება შვილი წყავს შეიძლება თქვენ ესე იცით კიდევაც და თავს იმართლებს თქვენთან თქვათ რომ იქ ურთიერთობა აღარ არის და არაფერი არ არის და არანაირი კონტაქტი არ არის შვილი გამოჩნდა აქ არ ვიცი რატო გაითვალისწინეთ ძალიან გთხოვთ რომ ეს არის საჯარო გაშლა თან ვარიანტებზე თან საჯარო გაშლა ის არ არის პირადი გაშლა რომლითაც უშუალოდ უნდა გამოიტანოთ დასკვნები მაგრამ აი ესეთი რაღაცა მოგვივიდა აქ და თუ რეზონირებს ძალიან თქვენთან ხომ ძალიან გულისხმობ 90% და 100%. აი ამ შემთხვევაში კიდევ საჭირო არის აქ უკვე პირადი კონსულტაცია, პირადად ნახოთ კონკრეტულად თქვენზე მორგებულად, თქვენ სიტუაციასთან მორგებულად რა ხდება და მხოლოდ ასე შემთხვევაში გადადგათ რაღაცა ნაბიჯები და გამოიტანოთ დასკვნები. ამ მხოლოდ საჯარო გაშლით მე ყოველთვის ვამბობ. მხოლოდ აი ეს საჯარო გაშლით დასკვნებს ნუ გამოიტანეთ. ხო, აქ რაღაცა მართლა დიდი საიდუმლო იმალება. და ერთხელაც მინდა რომ შევხედოთ. და всё. მესამე ვარიანტებს. რას მალავ? ორი ცხოვრებით ხო არ ცხოვრობს ეს ადამიანი. ოჰოჰო. და კიდევ ან წარსულიდან ვიღაცა გამოჩნდა წარსულიდან და მას არ უნდა მისი გამოჩენა იმიტომ რომ თქვენ რომ გაიგოთ ამის შესახებ ვიღაცა წარსულიდან შეიძლება აშინებს მას არ ვიცი შეიძლება აშანტაჟებს და ასე შემდეგ ხო ანუ აქ წარსული ურთიერთობიდან მოდის ვიღაცა რაღაცა წარსულიდან მოდის. ან ოჯახი რომელთანაც მას ურთიერთობა არ ქონდა და ეხლა გამოყვეს ოჯახის წევრებმა თავი და
კატეგორიულად მალავს, იმიტომ რომ მოусმენთ პირველ და მეორე ვარიანტსაც, მესამე ვარიანტები აუცილებლად მოусმინეთ ვიმეორებ. მიხვდებით რა, თქვენ დაკარგვამ ადამიანს არ უნდა. აქ რაღაცა წამოტივტივდა ისტორია, სადაც არის მოკლედ ვიღაცა ძალიან ცუდად აწვება მას, რაღაცას თხოვს, არ ვიცი, აშანტაჟებს შეიძლება ხო გეუბნებით აქ ასე ლევად ბავშვი წავს და აი ამ ყველაფერს ამოტივტივება მას არ უნდა, იმიტომ რომ ამას შეიძლება დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ უნდა მას რომ მოძრაობა უნდა იყოს, ამიტომ უნდა რომ მას არაფერი არ ხდებოდეს საერთოდ. აი ესეთი ამბავია. ძალიან ველოდები, ძალიან საინტერესო გაშლა გამოვიდა, განსაკუთრებით მესამე ვარიანტებისთვის და ძალიან მინდა რომ ყველამ რომ მოусმინოს, კაი იქნება პირველმაც და მეორე ვარიანტებმაც. სათაურში დავწერა ამას. იმიტომ რომ რაღაცა საინტერესო ამბავი ხდება აქ, იცით? ადამიანი ცდილობს რომ დამალოს თქვენთან, რაც ახლა ხდება, ფაქტიურად კოშმარში ცხოვრობს. და ამას აკეთებს, იმიტომ რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა. აი რაღაც ესეთი ამბავია. აი ესე ჩემოკარგებო, იმედია მოგეწონათ გაშლა, ველოდები თქვენს გამოხმაურებას, თქვენს კომენტარებს, ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ უყურებთ, გამომწერებს განსაკუთრებით, ვისაც გამოწერილი აქვს, მოწონებული აქვს ჩემი გვერდი, ვინც აქტიურად არის ჩართული და ყველას, მათ შორის მათ ვინც შემოისეირნებს ხოლმე. ყველას ვლებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.